მეგობრებო, ეს გაშლა უნდა გავაკეთოთ. ეხლა იქნება ამჯერად ფინანსებზე. შეს გაინტერესებთ გაშლა ორივე სქესთვის არის ხოლმე ჩემი გაშლები და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, როცა ვსაუბრობ ქალებისთვის, ის მიიღეთ, გადმოაბრუნეთ თქვენ თავზე. ფინანსების თემაზე იყო თხოვნა გაშალეო. ხშირად არ ვაკეთებ ფინანსებზე და სამუშაო რეჟიმზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნილება არის სიყვარულზე, ურთიერთობაზე და ეს სფერო ყველა რეკორდებს ხსნის გაშლების ინტერესით, ასე რომ ძალიან იშვიათად მაქვს ხოლმე ამიტომ ფინანსებზე გაშლები. მაგრამ ვინაიდან ითხოვეთ, კი ბატონო, აგერ ვარ და გეხმარებით ამ თემაშიც. ჩაიფიქრეთ პერიოდი თქვენ თვითონ, ანუ აუცილებელია ხოლმე პერიოდის მიუთითოთ ყველა ვარიანტში ტაროსთვის, რომ ზუსტი იყოს უფრო მეტად პასუხი ის სფერო და ის პასუხები, რაც გაინტერესებთ იმ პერიოდისთვის. თორემ ასე შეიძლება გვაჩვენოს 30 წლის მერე რა მოხდება თქვენ ფინანსებში და 30 წლის მერე კიდე გავიწყდებათ აგერ მაკამ რა გითხრათ ტაროს გაშლაში და მანამდე იტყვით რომ სისულელები ლაპარაკა არც ერთი არ ამიხდაო და ამიტომ უნდა მიუთითოთ ხოლმე თუმეტეს პირად გაშლებს ეხება ვინც მომართავთ ხოლმე პირადი გაშლებისთვის პერიოდების მითითება არ დაგავიწყდეთ ხოლმე თქვენ კითხვაში აი რა კონკრეტული პერიოდი გაინტერესებთ და რაც უფრო მოკლეა პერიოდი მით უფრო ზუსტია ხოლმე პასუხი ხომ კითხავობა არ არის ბევრს რომ გეშლებათ და მიმკითხავეს რომ წერთ მე არ ვარ მკითხავი და არც მკითხავობ ეს არის ტაროლოგია ეს არის ტაროს ენერგიები და მოსალოდნელ ენერგიებს ვკითხულობ და გაწვით ინფორმაციას მე ასე რომ ვისაც გნებოთ პირადი გაშლა მომწერეთ პირადში და პირდაპირ მომწერეთ გამარჯვების გარეშე მეც გესალმებით იმიტომ რომ მხოლოდ გამარჯვებაზე დრო არ მაქვს უბრალოდ ვიჩდე და გამარჯობა ძალიან ბევრი გამარჯობა წავედით ახლა გავიგოთ თქვენ ფინანსებში თქვენ ჩაფიქრებულ პერიოდში რა შანსები გაქვთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ანუ უფრო ზუსტად თვითონ კარტი და ენერგეტიკა გვაჩვენებს იმისთვის რომ ვხვდეთ ამდენად თქვენია ეს გაშლა ვიხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა თუ ეს გაშლა არ დაემთხვა გადმოდით და არჩიეთ სხვა გაშლა ჩემ გვერდზე კარალევა დედოფალი პენტაკლის დედოფალი. წინა გაშლაც იყო. პენტაკლის დედოფალზე არ ვიცი, ეთყობა ერთი და იგივე ხალხი ახლა ზიხართ დრო გაქვთ და უყურებთ ჩემ ვიდეოებს, თქმებით და ძალიან დიდი მადლობა. ლაიკები არ დაგესაროთ და არ დაგავიწყდეთ. პენტაკლის დედოფალი ამოდის, ეს არის მიწისტიქის წარმომადგენელი ქალბატონი. კურო ქალწული და თხის ნიშანია. მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის ყველასთვის რომ იყოთ საოცრება რომ იყოთ პენტაკლის დედოფალი ნახეთ 6-იანი მაღალი არკანი ამოდის ეს არის შეყვარებულები საყვარელი ადამიანები მაღალი არკანია აქეთ ბრძანდებით თქვენ დედოფალი პენტაკლის და აქეთ ბრძანდება თქვენი მეწყვილე თქვენი პარტნიორი პენტაკლის მეფე ძალიან ისეთი ოჯახი ხართ ან ოჯახი ხართ აქ უკვე ოფიციალურად მეუღლეების კარტია იმიტომ რომ პენტაკლის მეფეს და დედოფალის როგორც წესი წყვილია და ერთ ენერგიებში არიან ერთნაირად ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ფინანსური სტაბილურობა ბიზნესი ბიზნეს საქმიანობა პარტნიორობა შეიძლება პარტნიორებიც ხართ რაღაცა საოჯახო საქმე გაქვთ ბიზნესი ასეთ შეიძლება საერთო გაშლაში რომ წავიკითხოთ ეს კარტი ასევე შეიძლება უბრალოდ თქვენი პარტნიორი იყოს ბიზნეს პარტნიორი ვიზაც ახლა ჩვენ გვაინტერესებს აუცილებელი არ არის რომ მეუღლე იყოს უბრალოდ შეიძლება ამ ადამიანს თავისი ოჯახი ყავდეს და თქვენი ოჯახი ყავდეთ იმიტომ რომ როგორც წესი ეს არის დაოჯახებული ადამიანების კარტი მაგრამ ყველა ვარიანტში დიდი წილი შეიძლება მოდიოდეს იმ ადამიანებს ვისაც გაქვთ თქვენი ბიზნესი თქვენი საქმიანობა თქვენ მეუღლესთან ერთად ან ადამიანთან ერთად და კარგი ფინანსური წყარო. არ ვიცი რატო დაგაინტერესათ ეს თემატიკა ფინანსებში რა მოხდებაო, იმიტომ რომ ფინანსებში არც პენტაკლის დედოფალს და არც მეფეს არაფერი არ უჭირს ამ კითხვის დასასმელად. ფინანსური ბოდიში გარეხმაურისთვის ფინანსური მოგება, ასე ვთქვათ, თუ ვისაც თქვენი ბიზნესი გაქვთ, ძალიან კარგი მოგება გაქვთ, კარგი შემოსავალი მოაქვს ამ ბიზნესს.
მაპატიეთ გარეხმაურისთვის მომიწია დაპაუზება, ისეთი აბავი იყო. მოკლედ, ფინანსებში ძალიან კარგად აჩვენებენ თქვენ სიტუაციას და თუ თქვენი ბიზნესი არ გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვინაიდან საერთო გაშლა გვაქვს, გეტყვით რომ ეს არის კარგი ადამიანის ფინანსური წყარო, შემოსავალი, კარგი ხელფასი ყველა ვარიანტში. თქვენი თავის ფასი იცით, თქვენ საფეხურზე დგეხართ, იქ სამუშაო სფეროს თუ ვიტყვით, თქვენ დაფასებული ხართ თქვენ სამუშაო პროცესში, უფროსის მხრიდან იქნება, იქ თუ თანამშრომლების მხრიდან ძალიან მიღებული და ესეთი სანდომიანი ადამიანი ხართ. სანდომიან პროექტებს გაწვდიან და გამუშავებენ და ამაში ძალიან კარგ თანხებსაც გიხდიან. ასეთი ნაწილისთვის არის გაშლა, თუ ატყობთ რომ თქვენზე არის, მაშინ წავედით გავიგოთ რა ხდება თქვენ ფინანსურ სფეროში. მაქსიმუმ 3 თვის მეც ნუ გაწელავთ, უახლოესი 3 თვის პერიოდი იყოს, დანარჩენი თქვენ რაც ჩაიფიქრეთ ის პერიოდი კი ბატონო. უკეთესი იქნება თუ უფრო ახლო პერიოდს ნახავთ. სხვა დანარჩენ პერიოდში სხვა გაშლებით 3 მაღალი არკანი და კალოდის ძირში წამოდის მე-4 მაღალი არკანი. საოცრება პერიოდი გაქვთ. იმპერატორი ამოდის კალოდის ძირში, ეს არის მეუღლის კარტი, როგორც გითხართ, შეიძლება თქვენი მეუღლე არის მთავარი, ასე ვთქვათ, მე პატრონე აი ამ ბიზნესის, აი ამ საქმის, თავის თავზე აქვს აღებული ერთგვარად ფინანსური წყარო, რომ მოჩქებდეს რაღაცნაირი აი ნაკადულივით მოდიოდეს და ღმერთმა ყველას მოგცეთ აი ესეთი წყარო და კარები, რომელიც უღია იქნება ფინანსური წარმატებისთვის და ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ მეუღლის კარტი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ მამაკაცი უყურებს და თქვენი კარტია, რომ აი იმპერატორს ყველა და ყველაფერი მიხედილი ყავს მის გარშემო, ეს იქნება უფროსის კარტი, ეს იქნება მენეჯერის კარტი, შეიძლება მენეჯერი ბრძანდებით, მეუღლე ბრძანდებით ვიღაცის ქვეშევრდომები, მისი ოჯახის წევრები იქნებიან თუ სამუშაო სფეროში მასზე დამოკიდებული თანამშრომლები და სტაფი, ყველა და ყველაფერი მიხედილი ყავს, თავისი წესები და კანონები აქვს, როგორც ის სიტყვის ისე უნდა ხდებოდეს, ესე იგი, მას არ უნდა შეეწინააღმდეგო, ყველაფერი არის მისი თვალსაწიერის ქვეშ. ყველაფერს აკონტროლებს, შეიძლება კამერითაც კი შორიდან სადღაც, არ ვიცი. ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში. რაც შეეხება ამ კარტებს, 3 მაღალი არკანი ამოვიდა, 4 კარტი ამოვიღე ბოლოს და ეს იყო კალოდის ძირში იმპერატორი, როგორც გითხარით, და დანარჩენი 3 არის 3-ვე მაღალი არკანი. საოცრება კარტებია. მზე, ვარსკვლავი და იმპერატრიცა. რა შემიძლია გითხრათ ახლა ამ კარტებიდან, გარდა იმისა, რომ იმპერატრიცა ბრძანდებით, ეს მანდილოსნებს ვეუბნები, ვინც უყურებს, ეს არის დედის კარტი, ეს არის უხვი ქალს, რომ ხელიდან ყველაფერი გამოდის, რასაც აკეთებს. კარგვა იქნება, ბიზნესი იქნება, მოდელირება იქნება, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთების, არ ვიცი, სილამაზის სფეროს თუ ეკუთვნის თქვენი ბიზნესი, ძალიან კარგი მოგება გელოდებათ მზით და ეს იქნება სწორედ ის მანათობელი, ასე ვთქვათ, თქვენი მოტივატორი საქმიანობის, ეს იმპერატორი არ ჩერდება, მოდის ჩემსკენ. ეს იქნება ისეთი მანათობელი სითბოს და სხივის და იმედის მომცემი საქმიანობა თქვენთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო ცოტა მოგვიანებით პერიოდში, აი თუ ახალი დაწყებული გაქვთ ეს ბიზნესი, ვარსკვლავით გეტყვით, რომ ცოტა შეიძლება ვადებში გაიწელოს და სწრაფად აი ესეთი უცებ გაიღვიძეთ და პოპულარული ბრენდი არ გახდეს თქვენი საქმიანობა და პოპულარული რაღაცა აი რეკორდები ვერ მოხსნათ მეორე დღესვე, ცოტა შეიძლება დროში გაწელილი იყოს, მაგრამ ყარად მიიწევთ წინ აი ამ მზისკენ, ამ დათბობისკენ. ეს არის უდიდესი პოპულარობა, თუ პოპულარობას ვიტყვით საქმიანობაში, თქვენი ბრენდის წარმატება, თქვენი თავის გრძნობა იმპერატრიცად, რომ მე ეს შევძელი, რომ მე ვარ ის ქალი, რომელსაც გამოუვიდა აი ძლიერი ქალი თავის ბიზნესში, არა მხოლოდ ფიზიკური სილამაზით, არამედ ძლიერი ვარ ჩემი საქმიანობითაც. ფინანსური წყარო მართალია, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები გარდა პენტაკლის მეფე დედოფლისა, პენტაკლის კარტები არ ამოსულა, მაგრამ აქ ამოვიდა
1 2 3 4 5 მაღალი არკანი და ძალიან კარგი კარტები იმისთვის რომ დარწმუნებით გითხრათ ვისთვისაც ატყობთ რომ თქვენზეა ეს გაშლა რომ იქნებით იმპერატრიცა დღესდღეობით თუ ჯერჯერობით რაღაცა კოჭლობს თქვენი ბიზნესი მაქსიმალურად წარმატებას მიაღწევთ მაქსიმალურად შეიძლება ინტერნეტ სფეროს ეხებოდეს ვარსკვლავით თქვენი ბიზნესი და საქმიანობა წარმატება გექნებათ 100%-იანი გარანტირებული იმუშავეთ მოარგეთ ყველა სიტუაცია და გასაღები თქვენ ბიზნეს და წარმატება აუცილებლად